მოგესალმებით მეგობრებო, აგეთ ჩემი რადიო გადამცემი. Რაღაცა ახალ მოდულატორს ვაწყობ სატესტო რეჟიმში სქემას გადაგახედებთ ახლა მე. ამ ორი სქემის ნაზავია, მოკლედ ეს არის რა, დაბალი სიხშირის გამაძლიერებელი 6-იან 23 პ მიყენი, ახლა ამ წუთში იგივეა ფეხებით 6-იან 14 პ. სადღაც 10-15 ვატიანი არის რა, 10 ვატიანი ალბათ. ესე იგი, აქ მიყენია 1000 მეგაომიანი ხმის ამწევი და აქ ჩვეულებრივად არაფერი არ მიყენია, ანუ ერთი ხმის რეგულატორია, აქ ორი მაქვს, ერთი არის გეინი და მეორე არის ვოლიუმი, აქ ერთ ხმის ამწევიანზე დავაყენე. მოკლედ რადიო განამცემისთვის იწყობა მოდულატორი, მიკროფონის გამაძლიერებელი. ხო და ამ ტესტვაში ხალხო ისეთი გეინი მომცა, ხა უწევ ხმას რა დინამიკი ამოვარდეს ლამის. და კიდე არ მაქვს რა, ბოლომდე აწეული აგერ ახლა მეშინი არ გავაფუჭო ეს დინამიკი და მოკლედ გავტესტე ერთი რა სიზამს მეთქი გიტარაზე. ხო. რამ ხელა გენი. ხო და შევაერთებ ეხლა და მოგასმენიებთ. მოგასმენინებთ ერთი აბა და რა ვიცი, მე მგონი ერთი ლამპა კომბი როგორ არ უნდა ავაწყო. ექვსიანი 14 პ, 6-2 პ, 220 ვოლტიანი ტრანსფორმატორი. ეს პატარა ვიხადნოვი ხმის ბლოკებს რო ეძახიან ტელევიზორის და აქ დინამიკი არის 10 ვატიანი. ან 15 ვატიანი არ ვიცი. ხო და რა ვიცი, საკმაოდ ისეთ კარგი ხმა აქვს ერთი თქვენს მოგასმენიათ, ეხლა ცოტას თუ დაუწევ, მე რჩება იდეალური კლინი. დაჟე მაღალი გეინია. ამას რო 5 ხონდეს. მოგლედ ეს არის რა და რა ვიცი, თუ ეს ვიდეო ააგროვებს ლაიქებს, შეიძლება ავაწყო ერთი კარგი ლამპავი ხმის გამაძლიერებელი, ჩემო კარგებო, ასე რომ რა ვიცი, ძალიან საინტერესოა ისე სხვათა შორის რა ეს ლამპავი გამაძლიერებლები გიტარასთან მაგრად მეგობრობს. თუ იქნება ბევრი ლაიქები, 1000, 2000 ლაიქი, ვიფიქრებ ერთ კარგ
გამაძლიერებელი საწყო, არა, კომბის საწყობაზე ვიფიქრებ, ჩემო კარგებო, ასე რომ აბა დასწრეთ ლაიქები, დაწერეთ კომენტარები, ვის მოგწონთ. თუ ვინმე აგიწყდეთ ლამბავოი გამაძლიერებელი, იმიტომ რომ ჩემი გამომწერები და მაყურებელი ხალხი ისეთია, რომ არა გამორიცხული აწყობდეს ვინმე ხმის გამაძლიერებლებს ლამპებზე, ასე რომ რა ვიცი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება, რა აზრით ხართ ზოგადად, ვის D კლასი მოგწონთ, ვის A კლასი მოგწონთ, ვის AB კლასი მოგწონთ, ვის ტრანზისტორი და ასე შემდეგ. აბა